გამარჯობა, ეს არის ახალი ამბები 4-ზე. მე სოსო ელისაშვილი ვარ თქვენთვის მუშაობას პოსტების საინფორმაციო სამსახური აგრძელებს. რწმენის ძალასა და მისი გაძლიერების აუცილებლობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა იქადაგაშიო მესამემ სახარებისეული ეპიზოდიც გაიხსენა, როდესაც მაცხოვარმა 5 პურით 5,000 ადამიანი დააპურა. უწმინდესმა ლიტურგიას ამბის საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა, რის შემდეგაც მრევლს ქადაგებით მიმართა. ძვირფასოს ბებოდა დებო წმინდა ეკლესია ყოველთვის გვასწავლის ლოცვა-კურთხევის მნიშვნელობას ჩვენ სულიერ ცხოვრებაში. რომ სადაც არის ღვთის კურთხევა, იქ არის ყოველგვარი სიკეთე და წარმატება. ხოლო სადაც არ არის ლოცვა-კურთხევა ღვთისა, იქ ადამიანები რომ შრომობდნენ, ხოლო თავისი ნებით, ნება-სურვილით, იქ არ ექნებათ ჯეროვანი წარმატება. ან საქმე არ გამოვა საერთოდ. ღმერთ შეუულია მცირედისგანაც შექმნას სიმრავლე, გაამრავლოს მცირედიც. და ასევე ის რომ უფალი არ უგულებელს ყოფს მცირედსაც კი. არასდროს არ უნდა დავბრკოლდეთ თუ ხედავთ რომ მხოლოდ მცირედის მირთმევა შეგვიძლია, რომ მცირედი მივართვათ უფალს, მცირედი მივგვაროთ მას, ჩვენი შრომა თუ ჩვენი ღვაწლი თუ ჩვენი უნარები, ჩვენი შესაძლებლობა. არ უნდა დავბრკოლდეთ, რადგან უფალი ამ მცირედს გაამრავლებს აუცილებლად. ჩვენ რწმენის სახით გვაქვს ისეთი ძალა, ისეთი საყრდენი, რომელიც ყოველთვის დაგვეხმარება ჩვენ. და ვიბეორებ შეძლებს ჩვენი მწირი შესაძლებლობების, ჩვენი მწირი შესაწირავის გამრავლებას და გაძლიერებას. უფლის რწმენა ჩვენს გულში, ეს არის გასაღები, რომელიც ხსნის ჩვენთვის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს. ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის. გვმართებს რომ ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვიძლიეროს ჩვენ რწმენა, გაგვიმრავლოს რწმენა, რომ გავხდეთ მისი მადლით. და აი დღეს მთავარანგელოზობაა და მთავარანგელოზ გაბრიელის და ყოველთა უხორცოთა ძალთა ლოცვით და მადლით ნამდვილი ქრისტიანები და გულწრფელი ქრისტიანები, ამინ. მერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ. პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა. ისინი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე საერთაშორისო დონეზე იძებნებოდნენ. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძებნილი პირები სხვადასხვა დროს ბათუმში დააკავეს. ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს. ქუთაისის ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ისინი ზესტაფონის 2 სამედიცინო დაწესებულებაში, ფერომედსა და ჯეო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მათ შორის არასრულწლოვნებიც არიან. არსებული ინფორმაციით სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა. ერთ-ერთ დაშავებულს მძიმე დაზიანებების გამო გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით დაშავებულები ტურისტები არიან და თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ. შემთხვევის ადგილზე მომხდარის გარემოებების დადგენის მიზნით შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. ჩვენთან პირველ რიგში მოიყვანეს მძიმე მდგომარეობაში ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ჰქონდა მარჯვენა ზედა კიდურის სრული ამპუტაცია იდაყვის აღსარში. ოპერაცია ჩატარდა წარმატებით და ავადმყოფი გადმოყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. დანარჩენი 5 ავადმყოფიდან, რომელიც როგორც ვიცი არის უკრაინელები, ახალგაზრდა მამაკაც და ქალბატონს აქვს წელის მალების განივი მორჩების მოტეხილობა, ერთ ქალბატონს აქვს მხრის ძვლის მოტეხილობა ცდომის გარეშე, 2 ქალბატონი არის დაჟეჟილობებით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დედოფლის წყაროში გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი განყოფილების ოფისის თანამშრომლებს შეხვდა. დავით სონღულაშვილმა განმარტა, რომ დეპარტამენტისთვის გადაცემული ახალი შენობა ხელს სახელმწიფო გარემოს დაცვითი კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერებას და რეაგირების ოპერატიულობის გაზრდას უწყობს. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ დედოფლის წყაროში განსაკუთრებული ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ექცევა, როგორიცაა უკანონო ტყით სარგებლობა და ბრაკონიერობა, რისთვისაც უწყვეტი კონტროლი და პრევენციული ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება. ჩვენთვის პრიორიტეტული არის გარემოს ზედამხედველობის ინსპექტირება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტებში ყველა რეგიონში ვცდილობთ, რომ წარმოდგენილი იყოს განყოფილებები, ჯგუფები, რომლებსაც ექნება შესაძლებლობა, რომ სრულად გადაფარონ და სრულფასოვნად იფუნქციონირონ. ამისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის გამართული ინფრასტრუქტურა და დღევანდელი დღეც ამისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი არის. ჩვენი მიზანია მართლდარღვევების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, რასაც სამინისტროს დახმარებით აუცილებლად შევძლებთ. დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში ხშირად ხდება უფრო უკანონო თევზჭერასთან და უკანონო ნადირობასთან ფაქტები, რომელსაც ასევე არსებობს უკანონო ხე-ტყით სარგებლობაც, რომელსაც ყოველდღიურად ვებრძვით მკაცრად. მინისტრი მაქსიმალურ მხარდაჭერას დაგვპირდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გოდერძის უღელტეხილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ადგილზე ცნობილი კომპოზიციის მიმანიშნებელი აბრის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სურა პატარაძე ალპურ ბოტანიკურ ბაღსაც ესტუმრა. მისი განცხადებით, ალპინარიუმი რეგიონის ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული სივრცეა, სადაც ახალი ტურისტული და გასართობი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. სურა პატარაძე ბეშუმში შუამთობის სახალხო დღესასწაულისთვის მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებსაც გაეცნო. სულ რაღაც ერთ კვირაში გაიმართება სახალხო დღესასწაული შუამთობა. ჩვენ ნახეთ თუ როგორ მიდის მოსამზადის სამუშაოები მთაში, უშუალოდ გოდერძის უღელტეხილზე, როგორც თქვენ ნახეთ, დღეს უკვე მოეწყო ახალი აბრა ტრადიციულად, რომელიც სულ იდგა, ასე ვთქვათ, გოდერძის უღელტეხილზე. ასევე რაც შეგვიძლია დავაანონსოთ კერძო კომპანიებსა და სახელმწიფოს თანამშრომლობის შედეგად გოდერძის უღელტეხილზე განთავსდება ქართული 41 მეტრიანი დროშა. შიდა გზების მოწესრიგება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ჩვენთვის და რა თქმა უნდა ჩვენი ულამაზესი კურორტი ბეშუმი. დღეს ჩვენ ვხედავთ ხალხმრავლობას, ადგილზე გავესაუბრეთ ადგილობრივ მოსახლეობას, მოვისმინეთ თუ რა აწუხებთ, რა საკითხები დგას წესრიგში, თუ რა არის აუცილებელი პირველ რიგში რომ მოწესრიგდეს. უბრალოდ გოდერძზე და ბეშუმის მიმდებარედ განთავსებული საზაფხულო იალაღების ელექტროდამცავი ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს როგორც შიდა ქსელის, ასევე მაღალი ძაბვის ქსელებისა და სატრანსპორტო ქვესადგურების სრულ რეაბილიტაციას, რაც საბოლოო ჯამში ხელი შეუწყოს მოსახლეობაში ხარისხიანი მუდმივი ელექტრომომარაგების მიწოდებას, რაც თავის მხრივ აისახება გაზრდილ ტურისტების რაოდენობაზე, რომელიც ხელი შეუწყოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი გამარჯვებული რეჟისორის დაჯილდოებით დასრულდა. კულტურის სამინისტროსგან ფულადი პრემია რეჟისორ თემურ დვალს გადაეცა. ფესტივალი წელს მე-18-ად გაიმართა და რეგიონულ თეატრებში ახალგაზრდული ბაზის გაძლიერებას დაეთმო. პროექტის ფარგლებში მაყურებელმა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთიდან მოწვეული დასების საპროგრამო სპექტაკლები იხილა. ჩვენი ფესტივალი სრულიად შეიცვალა სახე და ახალგაზრდულია უკვე მეორე წელია. ეს სიტყვიერათად შევიდა ფესტივალის სახელწოდებაში და მონაწილეობდნენ მსახიობები თბილისიდან, შოთა რუსთაველის თეატრის დამამთავრებელი კურსის მსახიობები, ასევე რეგიონის ახალგაზრდა მსახიობები სხვადასხვა თეატრებიდან. ეს დაჯილდოება ძალიან შთამბეჭდავი იყო. ჩვენ ისევ გავაკეთეთ მეორე კონკურსი და მე ვფიქრობ, რომ ეს 4 ადამიანი გაისათ პროგრამაში თავისი სპექტაკლებით გვეყოლებიან და მაყურებელი იხილავს მათ ნამუშევარს. მართლა არ მეგონა, იმიტომ კი რომ არ მჯეროდა, უბრალოდ ძალიან ღირსეული კოლეგები, ვერ ვიტყვი კონკრეტულად, კოლეგები მყავდა, 4 თვლი რომ ძალიან კარგად წარმოადგენენ ჩვენი პრეზენტაციები და გულწრფელად ეხლაც არ მჯერა რომ მე გამიმარჯვე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ ფესტივალის ყველა წევრს და განსაკუთრებით ქალბატონ ნინა ჭანკვეტაძეს, რომ აი ესეთ საოცარ ფესტივალს აკეთებს. რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური იერიში მიიტანა, არიან დაშავებულები. ქვეყნის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით მოსკოვმა უკრაინის მიმართულებით 7 ბალისტიკური რაკეტა და 136 დრონი გაუშვა, საიდანაც თავდაცვის ძალებმა 5 რაკეტისა და 104 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლეს.
ბალისტიკური რაკეტების ნამსხვრევები კიევში შევჩენკოს რაიონში 18 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. დაშავებულია 3 ადამიანი, ამასთან მოსკოვმა იერიში კრივოი როგზეც მიიტანა დარტყმის შედეგად ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. პარალელურად რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით ღამის განმავლობაში 156 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. რუსეთის ჩრდილოეთ კორეისგან კიდევ 30,000 ჯარისკაცის მიღებას და მობილიზაციის გაფართოებას გეგმავს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთს ბალისტიკური რაკეტების ახალი გამშვები დანადგარების გადაცემასაც გეგმავს. ხედავთ რუსეთის თანამშრომლობასაც ჩრდილოეთ კორეასთან. რუსეთს კიდევ 30,000 ჯარისკაცის მიღება სურს ჩრდილოეთ კორეიდან. უკვე ივნისიდან ვორონოჟენის ოლქში ემზადებიან მათ მისაღებად. ასევე ჩრდილოეთ კორეა გეგმავს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების ახალი გამშვები დანადგარების გადაცემას. დაზვერვის დეტალური ანგარიშები გვაქვს შემოდგომისთვის რუსეთის გეგმებზე. რაც რუსეთის გეგმებში არ არის, ესაა მშვიდობა. დიდ ბრიტანეთში ფეირფორდის სამხედრო ბაზასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლითაც შეერთებულ შტატებს საშუალება მიეცა ავიაბაზა ირანზე თავდასხმებისთვის გამოეყენებინა. ბრიტანეთი აუცილებელი და ლეგიტიმური სამიზნე გახდება, თუ ის ირანთან ომში ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ ირანის რევოლუციის გუშაქთა კორპუსის წარმომადგენელი საუბრობს. მისივე თქმით, ქვეყნები მათ შორის სპარსეთის ყურის სახელმწიფოები, რომლებიც მხარს შტატებს სამხედრო კონფლიქტში დაუჭერენ, ირანის მხრიდან ლეგიტიმურ სამიზნედ ჩაითვლებიან. საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში მეხანძრეები ტყის ხანძრების ლოკალიზებას უშედეგოდ ცდილობენ. ძლიერი ქარის გამო ცეცხლი ქალაქ ბორდოს უახლოვდება. ესპანეთში კი სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ამინდის პირობების ცვლილება მადრიდის გარეუბნებში მომუშავე მეხანძრეებს საქმე შეუმსუბუქა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა აღნიშნა, რომ წინ რთული დროა. ამავდროულად ვალენსიის ხელისუფლებამ ხანძრის შედეგად მამაკაცის დაღუპვის ფაქტიც დაადასტურა. ადგილობრივი медиის ცნობით 70 წლამდე ასაკის კაცი მეხანძრეებმა საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. სტიქიის გამო საფრანგეთსა და ესპანეთში 300,000-ზე მეტი ადამიანის ევაკუირება მოხდა. ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად 21 ადამიანი, მათ შორის 19 მეხანძრე დაშავდა. ადგილობრივი медиის ცნობით არც ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკული არ არის. ქალაქის სახანძრო დეპარტამენტის ცნობით ხანძარი ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 10 საათზე კოლეჯ პოინტის ბულვარის სიახლოვეს მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩნდა და ორ მომიჯნავე შენობაზე გავრცელდა. ბერლინში LGBTQ+ ღონისძიებაზე შეკრებილ ადამიანებს ფურგონი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირედ 16 კი დაშავდა. მომხდარის შემდეგ პოლიციამ გერმანიის დედაქალაქში პრაიდის ღონისძიებები და კონცერტი დაწყებიდან რამდენიმე საათში გააუქმა. ბერლინის პოლიციის ცნობით ეჭვმიტანელის ვინაობა დაადგინეს, თუმცა 21 წლის მამაკაცი ჯერ დაკავებული არ არის. პოლიციის ინფორმაციით ის ბერლინში ისლამისტ ექსტრემისტებთანაა დაკავშირებული. მიუნხენის ცენტრში საპროტესტო აქციაზე გერმანიის კანცლერის გადადგომა მოითხოვეს. დემონსტრანტები ფრიდრიხ მერცის მთავრობას სამხედრო ხარჯების გაზრდის გამო აკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ უკრაინის მხარდაჭერას მთავრობა მოსახლეობის ინტერესებზე მაღლა აყენებს. ეს იყო ახალი ამბები 4-ზე, მე ამით გემშვიდობებით, თქვენ კი წინ ზუსტად 7-ზე და 10 გვასალიას კვირის პოსტი გელოდებათ. ნახვამდის.